მოგესალმებით, ძვირფასო ტყუპებო, დღეს ვისაუბრებთ უკვე თქვენზე, თქვენს ქარიზმაზე და თქვენს უნიკალურ შესაძლებლობებზე, იმაზე თუ როგორ ამდიდრებთ და ამრავალფეროვნებთ ზოდიაქოს წრეს. ტყუპები ეს არის ზოდიაქოს მესამე ნიშანი, აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვიცით, რომ პირველი ვერძი არის, რომელიც არის იმპულსი, მეორე არის კურო, რომელიც არის უკვე მატერიალური სამყარო, მატერიაზე მყარად დადგომა, ხოლო იწყება უკვე ტყუპების ერა იქ, სადაც შეიძლება უკვე სამყაროს შემეცნება. ტყუპები ეს არის უკვე ნიშანი, რომელიც პირველად სვავს სამყაროში კითხვას, რა არის ეს, როგორი არის ეს, როგორ მუშაობს ეს. ან ამასთან დაკავშირებით ვის შეიძლება მივმართო. ამასთანავე ტყუპები არიან ზოდიაქოს პირველი წარმომადგენლები, პირველი მუტაბელური ნიშნები, რომლებიც ზუსტად ადაპტირებაზე არიან ორიენტირებულები. და რაც ნიშნავს ეს? ტყუპები არიან დაბადებულები გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადის დრო იცვლება. აქედან გამომდინარე მუტაბელურ ნიშნებს აქვთ განსაკუთრებული უნარჩვევები, მოერგონ სიტუაციას, ადაპტირდნენ სიტუაციაში და ამ ადაპტირებაში სხვებსაც დაეხმარონ. ხშირად გაგვიგია, რომ ტყუპები საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან და ნამდვილად ეს არის ზუსტად მათი ერთ-ერთი ძლიერი ქარიზმა. და რატომ? ისინი არიან ცნობის მოყვარეები. და ზუსტად ეს ცნობის მოყვარეობა შეიძლება ითქვას, რომ ატრიალებს დედამიწას და ხდის ამ სამყაროს განსაკუთრებულად საინტერესოს. ამიტომ მათ გააჩნიათ განსაკუთრებული უნარი, რომ ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენა გამონახონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს შეიძლება გაუგონ, მაგრამ ტყუპები იმდენად ინტერესიანები არიან, რომ ნებისმიერი მხარის, ესე ვთქვათ, აზრი აინტერესებთ. ტყუპებისათვის სამყარო შეიძლება ითქვას, რომ ერთი უზარმაზარი ბიბლიოთეკა არის. და აქედან გამომდინარე, მათი ცნობის მოყვარეობა ზუსტად ამ ბიბლიოთეკაში ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, ნებისმიერი საკითხის გაგება ძალიან საინტერესოა. ტყუპების მთავარი სუპერძალა კი შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციასთან მუშაობა არის. ტყუპები იღებენ ინფორმაციას არაერთი წყაროდან, არამედ რამოდენიმე წყაროდან და ერთდროულად. ტყუპები ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს ტელეფონი ჩართული, ტელევიზორი ჩართული და ამავდროულად მეორე ოთახში ვინმეს პასუხს სცემდეს დასმულ კითხვაზე. ამიტომ ტყუპები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ მედიატორობა აზრსა და ადამიანს შორის. და როგორ შეიძლება გავიგოთ ეს? როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სიტუაცია, რომელსაც სახელს ვერ არქმევს, ის მიდის ტყუპებთან, ტყუპები ელაპარაკება მას, კითხვებს უსმევს, აქედან შემოუვლის, იქიდან შემოუვლის, საბოლოო ჯამში ტყუპები როგორც ერთ-ერთი ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ინტელექტუალური ფსიქოლოგი შეიძლება ითქვას, ის არის აზრების მთარგმნელი. იმდენად კარგი წვდომა აქვს აზრებთან, აზროვნებასთან, სიტყვასთან, ორატორობასთან, რომ ის ეხმარება ადამიანს თავის ქაოსში სახელებით დაარქვას იმ პრობლემებს და იმ გამოწვევებს, რაც რეალურად არის მოცემულ სიტუაციაში. როდესაც თეოლოგიაზე ვსწავლობდი, გავდიოდით მე-20 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსების თეოლოგიას. და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად დამამახსოვრდა ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, კარლ ბართლი, რომელიც ამბობდა ესეთ რამეს, რომ მღვდელი, რომელიც ქადაგებს ამბიონიდან, ცალხელში უნდა ეჭიროს ბიბლია და ცალხელში გაზეთი. აი ეს არის სუფთა ტყუპური, ესე ვთქვათ, ქარიზმა. და რატო? ტყუპების ერთ-ერთი განსაკუთრებული მისია არის რთულზე ისაუბრონ მარტივად. ეს არის ზუსტად მათი მოცემულობა, რომ მათ გადმოსცენ ადამიანებისათვის რთული კონცეფციები. ბიბლია ეს არის კონკრეტული, განსაკუთრებული, სულიერი და შეიძლება ითქვას დაფარული აზრის მქონე წიგნი, მაგრამ გაზეთი ეს არის ყველასთვის. ანუ გაზეთს რო გადაშლი, წესით ყველამ უნდა წაიკითხოს. აქედან გამომდინარე, ტყუპების ანალიტიკა, სინთეზის უნარი ძალიან ძლიერი არის და მათ ეს ეხმარება თავიანთ პროფესიული უნარჩვევების გამოვლენაში. როგორიცაა მარკეტინგი, ტელეჟურნალისტიკა, ან მთელი რიგი პროფესიები, რომლებიც უკავშირდება აზროვნებას, სხარტ აზრს და აზრის მარტივად გადმოცემას ყველასთვის გასაგებ ენაზე. ტყუპების მმართველი პლანეტა არის მერკური. აქედან გამომდინარე, ის აძლევს ტყუპების ზოდიაქოს განსაკუთრებულ უნარჩვევას მოლაპარაკებების და საჭირო კავშირების გაბმისა.
მერკური, ეგრეთ წოდებული ისევ და ისევ გერმესი, არის ვაჭრობის ინტელექტის სიმბოლო ძველ მითოლოგიაში. და ვაჭრობა ეს კი შეიძლება ქართული სინამდვილეში ყურს გვჭრის, მაგრამ მთავარი იდეა აქ არის ის, რომ საჭირო კონტაქტები დაამყარო, ან საჭირო პროდუქტი ისე შეფუთო და ისე გაყიდო, რომ შენ მოგებული დარჩე და ამავდროულად, რა თქმა უნდა, კლიენტიც უნდა იყოს მუდმივი და კმაყოფილი. პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ ტყუპების, რადგანაც ზუსტად მათი კომუნიკაციის გამო და მათი კომუნიკაბელურობის გამო შემიძლია დღესდღეობით უკვე ეს ვიდეო გაგიზიაროთ, რადგან როდესაც 6 წლის წინ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგავდი უკვე ასტროფსიქოლოგიაში, სწორედ ძვირფასი ტყუპი იყო, რომელიც დამეხმარა, რომელმაც მიბიძგა ზუსტად, რომ უკვე საკონსულტაციო პრაქტიკა დამეწყო. ტყუპებს ძალიან კარგად შეუძლიათ ცოდნა დაიჭირონ და ის პრაქტიკაში გარდაქმნან. აქედან მოდის ზუსტად ის, რომ ტყუპები მართავს სკოლის განათლებას და რატომ? სკოლაში ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულ ცოდნას და ვიღებთ ზოგადად ყველა საგანზე შეიძლება ითქვას საჭირო ინფორმაცია. ხოლო მისი გაღრმავების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, უკვე უმაღლეს სასწავლებელში გვეძლება და სწორედ აქ მშვილდოსანი და იუპიტერი შემოდის, მაგრამ მთავარი ის, რომ ჩვენ დაგვაინტერესოს სფერომ, ხო, ჩვენ უნდა გავიაროთ ზუსტად ტყუპების ეს ნაწილი. და აქედან გამომდინარე ტყუპები არიან ძალიან კარგი მასწავლებლები და ძალიან კარგი ინფორმაციის გადამცემები. როგორც ამბობენ, ვისაც მეტი მიეცემა, მეტი მოეთხოვება. ამიტომ ტყუპებისათვის ერთ-ერთი საცდური არის ზუსტად აი ამ სიტყვებით მანიპულირება. ვინაიდან მათ შეიძლება ეს ცოდნა გამოიყენონ როგორც სოფლის ასაშენებლად, ასევე სოფლის დასანგრევად. ამიტომ აქ არის ერთ-ერთი გამოწვევა ტყუპებისათვის, რომ თავიანთ სინდისის ხმას ბოლომდე მიენდონ ხოლმე და ერთგვარი შინაგანი ცენზორი არ დაახშონ. ჩვენ გვახსოვს ესეთი გამონათქვამი, ორი კურდღლის მატევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო. თუმცა ეს მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებიდან ტყუპების ისტორია არ არის. მათ შეუძლიათ ზუსტად 2 ან 3 კურდღელს დიონ და ძალიან კარგად დაიჭირონ, ესე ვთქვათ, მიზანში გაარტყან, რასაც ქვია. მაგრამ ტყუპებმა უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც აი ამ აზარტში შედიხართ, უფრო და უფრო მეტ პროექტში ერთვებით, უფრო მეტით ინტერესდებით, რომ ადამიანის რესურსი მაინც გარკვეულ საზღვრამდე მიდის. ამიტომ ეცადეთ, რომ აი აქ თუ უენერგიობა იგრძენით უკვე და ერთ-ერთი მთავარი საზომი კიდე გაფანტულობა, აქ უკვე საჭირო არის თქვენი ენერგია და ინტერესები გარკვეულ კალაპოტში დააბრუნოთ. ტყუპების იარაღი არის სიტყვა, მისი ფარი არის ცოდნა. და აქედან გამომდინარე, თუ ტყუპებს აიძულებთ, რომ ეს იარაღი გამოიყენოს, ზოგჯერ ჯობია, რომ მწარე მუშტი მოგხვდეს, ან მწარე ხელი მოგხვდეს, ვიდრე ტყუპებმა რაიმე სიტყვა გითხრანი. ტყუპებს იმდენად დახვეწილად შეუძლიათ შურისძიება, რომ არგუმენტის დონეზე ვერ მოედავები, რომ გინდოდეს საჩივარი შეიტანო. მათზე არგუმენტი ვერ გექნება, რაზე შეიძლება უჩივო, უბრალოდ ისევ და ისევ შენ თავსვე გაამტყუნე. იმედია ტყუპებს არ გეწყინებათ, საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. მაგრამ ასტროლოგიურ წრეებში ინტელექტუალური გველგესლა სახელით ხართ ცნობილები. აქედან გამომდინარე, არავის არ ვურჩევდი ზუსტად ტყუპების ამ ბნელი მხარის გაღვიძებას. იუმორი ვახსენე და შეიძლება ითქვას, რომ ტყუპები ნამდვილად იუმორის მამები ხართ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი დახვეწილი იუმორი ნამდვილად ცნობილი თემა არის. თუმცა აქ მინდა კიდე ერთი რამე გითხრათ, რომ ვინაიდან თქვენ საკმაოდ გონიერი ადამიანები ხართ და გიყვართ ყველაფრის ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა შეიძლება ითქვას, ზოგჯერ გაურბიხართ ხოლმე ემოციებს, ან ემოციების რაციონალიზაციას ცდილობთ ხოლმე. ამავდროულად დააკვირდით იმას, როდესაც რაღაცნაირად თავს ცუდად გრძნობთ, რომ რაზე ხუმრობთ ხოლმე. იმიტომ რომ ყველაზე ხშირად შეიძლება ითქვას, ტყუპები რაზედაც ხუმრობენ, რაზედაც საკმაოდ თითქოს ესეთი ზედაპირულები არიან, თითქოს საკმაოდ ისეთი ნიჰილური დამოკიდებულება აქვთ, ეს მათი ტრიგერი არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რამეზე იხუმრეს ყველაფერი მათ აწუხებთ, მაგრამ მე კონკრეტულად ტყუპებს მიმართავ ახლა, რომ თქვენში ზუსტად არის აი ეს საკმაოდ კარგი ერთგვარად, ზუსტად ინტელექტუალური ფსიქიკის თავდაცვა, რომ თვით ირონია
აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ამავდროულად თუ ეს უკვე გარკვეულწილად დიდი ხანია გრძელდება და დიდ ენერგიას მოითხოვს უკვე თქვენგან, ეცადეთ აი ამ მხარეს მიაქციოთ ყურადღება. ტყუპების ერთ-ერთი მთავარი მისია არის ზუსტად სიტყვებით მკურნალობა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიტყვით მოკლას და სიტყვით გააცოცხლოს, როგორც სულ ნათი შოთა იტყო და გველსახვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი. ეს აფორიზმი ზუსტად ვფიქრობ ტყუპებთან ურთიერთობის გამო დაწერა შოთა რუსთაველმა. სასურველი არის ტყუპებმა ისწავლოთ თქვენის სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება. ვინაიდან საკმაოდ კარგი ინფორმაციის შემგროვებლები ხართ, ზოგჯერ შეიძლება ეს ინფორმაცია ფილტრის გარეშე გაავრცელოთ და ამიტომ უმჯობესი არის რომ სანამ გადასცემთ მით უმეტეს მნიშვნელოვან ინფორმაციას, იქამდე თქვენ თვითონ წყაროები გადაამოწმოთ, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი არც თქვენ გახდეთ და არც სხვა გახადოთ. სწორედ ამ თვისებას შეიძლება ძალიან კარგად ესაბამება ჟურნალისტიკა. ვინაიდან ჟურნალისტიკა მთლიანად შეიძლება ითქვას ტყუპების სფეროარი და მერკურის სფეროარი, იმიტომ რომ უცებ უნდა შეკრიბო ესე ვთქვათ ინფორმაცია და გადასცე საკმაოდ მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით. თან ლაივში როდესაც ხარ, როდესაც პირდაპირ ეთერში ხარ, სუფლიორი არ გაქვს იქ და ამიტომ ვცდილობ ზუსტად შენი ინტელექტის, შენი კომუნიკაციის, ორატორობის ხარჯზე და ამ ნიჭის ხარჯზე იყო მოწოდების სიმაღლეზე, იყო საინტერესო, იყო გასაგები, იყო შესმენადი. ამიტომ ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები ძალიან დასაფასებელი ადამიანები არიან და იმედი მაქვს, რომ თითოეული ჟურნალისტი ხვდება თავის პასუხისმგებლობას ამ დიადი პროფესიის მიმართ. ჩვენ ხშირად გვიყვარს ადამიანების დონეება დაყოფა, ვინ რა განვითარების დონეზე არის. შეიძლება ეს საკმაოდ ესეთი არასასიამოვნო მოსასმენია ხოლმე, დიდად ესე არ ვემხრობი ამას. თუმცა მარტივი ენით რო ვისაუბროთ ისევ, ეს მაღალი დონე, რასაც ქვია ტყუპებისათვის, ნიშნავს იმას, რომ შეაგროვოს ინფორმაცია, დაამუშავოს ინფორმაცია და გადასცეს ინფორმაცია. ტყუპი, რომელიც ასრულებს თავის დაწყებულ საქმეს და ტყუპი, რომელიც სწავლობს უკვე მოусმინოს სხვას იმდენივე, ან თუნდაც 50% იმისა, რისი საუბრის უნარი და შესაძლებლობა მას თვითონ გააჩნია. ტყუპების ნათელი წარმომადგენელი არის ადამიანი, რომლის გვერდითაც შენი გონება, აი როგორც უკანეს სანთელი არის, ესე აინთება. ტყუპების ნათელი წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომლებიც სწავლას, სიმართლეს და მარადიულ ღირებულებებს ავრცელებენ. ვინაიდან ტყუპები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დებენ ხიდებს იქ, სადაც სხვები შეიძლება კედლებს აშენებენ. თუკი ტყუპი შეჩერდა, უენერგიოთ არის, ან შეიძლება ითქვას, რომ უინტერესოდ არის, ზუსტად აქ შეიძლება თვითგამორკვევისთვის თავის თავს ესეთი კითხვა დაუსვას, თუ სად გაწყვიტა დიალოგი სამყაროსთან, ან სად გახდა მისი ინფორმაცია იმდენად ბევრი, რომ ამძიმებს და ცდილობს, რომ ამას სწორი გასავალი, სწორი აუდიტორია უპოვოს. რისი გარჩევა არის სასურველი, რომ ტყუპებმა ისწავლონ. ტყუპებმა უნდა ისწავლონ ცოდნის გარჩევა ინფორმაციისაგან. ვინაიდან ბევრი ინფორმაცია ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცოდნას. და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობილი ცოდნა კი ჯერ არ ნიშნავს სიბრძნეს. სასურველია ტყუპებმა გაარჩიონ მრავალფეროვნება გაფანტულობისაგან. მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც მრავალ სახეს, მრავალ გამოსავალს ან მრავალ თუნდაც ტონალურ გრადაციას ამჩნევ ცხოვრებაში. თუმცა ამან არ უნდა მოახდინოს გაფანტულობა, ვინაიდან გაფანტულობა თვითონ ამბობს იმაზე, რომ ენერგია უკვე არასწორად გადანაწილდება. ვინაიდან ტყუპებს უდიდესი სანაცნობრო წრე გყავთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ კონტაქტებით იკვებებიან და ჩვენს კვებავენ და ჩვენს გვასაზრდოებენ სწორედ ამითი, მაგრამ აქ ჯობია გაარკვიოთ და გამიჩნოთ, ვინ არის თქვენი მეგობარი, ვინ არის თქვენი ამხანაგი, ვინ არის თქვენი ნაცნობი. ვინაიდან ტყუპებს, როგორც ვახსენეთ, საუბარი არ ეზარებათ და არ დაგამადლიან საუბარს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ეს ენერგიის ჰიპერდახარჯვამდე მივიდეს და ამან ცოტათი
გამოფიტულობის შეგრძნება დაგიტოვოთ. ამაზე ესეთ პრაქტიკულ მაგალითს შემოგთავაზებთ და შედარებას, როდესაც ჩვენ ვიყენებთ დღესდღეობით ხელოვნურ ინტელექტს, იქ არის ზუსტად ამისი კარგი ინდიკატორი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გვეკითხება, რომელი რეჟიმი აირჩიოს, სწრაფი პასუხის გაცემის რეჟიმი თუ ფიქრის რეჟიმი. ვინაიდან თვითონ აი ეს რეჟიმები ერთგვარად არის უკვე იმისი სიგნიფიკატორი, რამდენად ბევრი რესურსის გამოყენება შეგვიძლია ზუსტად ამ ხელოვნური ინტელექტისგან. და სწორედ ვინაიდან თქვენ ძვირფასო ტყუპებო ჩვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური, ესე ვთქვათ, მოსაუბრეები ხართ, ნამდვილად უნდა გაუფრთხილდეთ იმ რესურსს, რომელსაც გარშემომყოფებს უნაწილებთ. რადგან ცუდი სიტყვა არის შეიძლება, მაგრამ ნუ დაუყრიღორებს მარგალიტებს. აქ ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარალელი ტყუპებთანაც გავავლოთ, ვინაიდან თქვენ კი მესმის, რომ ანთებული ხართ იმითი, რომ ეს ინფორმაცია გადასცეთ და გაუზიაროთ, მაგრამ ყველა შეიძლება ამას ან ვერ ხვდება, ან მზად არ არის უბრალოდ და აი აქ ჯობია რომ ენერგიის დაზოგვა გააკეთოთ. პროფესიები ტყუპებისათვის არის აი მრავალფეროვანი, ძალიან მრავალფეროვანი, იმიტომ რომ რას შეიძლება ტყუპმა ხელი მოკიდოს, თუ რეალური სურვილი აქვს და ინტერესი აქვს და ის არ გამოუვიდეს, ის არ შეისწავლოს. მე მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც კომპიუტერის გასაკეთებლად ვიყავი მისული და იქ საკმაოდ ესეთი ზრდასრული ადამიანი მეუბნება იმას, რომ დაახლოებით 10 წელია მე მგონი, რაც ეს საქმე დავიწყეო, ერთხელ მივიტანე კომპიუტერიო, ძალიან ისეთი ფასი მითხრეს, რომ რაღაცნაირად უხერხულად ჩავარდი, რომ მაგდენი არ ღირდაო ეს ყველაფერიო წესით. მე თვითონ ჩაუჭექიო, იქ ვიდეო ვნახე, იქ ვიღაცას შევეკითხე, ანუ ინფორმაციები აკრიბა და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ძალიან ადვილად გამოუვიდა და ის თავის შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია და საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი ადამიანი და პროფესიონალი იყო უკვე თავის სფეროში. ამიტომ ტყუპებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სეგმენტირებას, რომ აქ უნდა წახვიდე ან აქ უნდა წახვიდე, თავს ავარიდებდი, მაგრამ რა თქმა უნდა არის რეკომენდირებული პროფესიები, როგორც თქვი, ჟურნალისტიკა, მარკეტინგი, ტელერადიო მაუწყებლობა, სოციალური ქსელების მენეჯმენტი, IT სპეციალისტი, პედაგოგიკის ნებისმიერი სფერო, ძალიან კარგი ტრენერები არიან ამავდროულად. რა ქარიზმა გააჩნიათ იცით კიდე ტყუპებს, რომ ძალიან მარტივ საკითხზე შეიძლება ისეთი შთაგონებით გელაპარაკოს, აი შეიძლება ადამიანი დილით დგება ზუსტად, ჩაის ან ყავას იმზადებს, მაგრამ აი ამ პროცესს ისე გადაიღებს, ისე ლამაზად შეფუთავს და ისე ლამაზად მოგიყვება, შენ შეიძლება სახლში ძვირფასი ყავა გაქვს, მაგრამ იმისაგან ვერ იღებ ესეთ სიამოვნებას. აქ ძვირფასო ტყუპებო სწორედ გამიგეთ, ეს არ არის ნამდვილად არც სარკაზმი და არც ესე ვთქვათ ქვეტექსტი, მაგრამ ძალიან კარგი მეზღაპრეები არიან ტყუპები. იმდენად კარგი ფანტაზიის უნარი აქვს და ამ უნარის განხორციელება შეუძლიათ თუ აქვს სურვილი. ძალიან კარგად შეუძლიათ რომ შექმნან ისტორიები და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სცენარისტები არიან სწორედ ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენლები, ვინაიდან როგორც ამბობენ, ტყუპები და კრეატიულობა ერთმანეთთან შენობით არიან. პოპულარულ ასტროლოგიას თუ გადაშლით, შეიძლება იქ სწორედ წაიკითხოთ ტყუპებზე ესეთი რამ, რომ ზედაპირულები არიან, მაგრამ აქ არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ ტყუპები ზედაპირულები კი არ არიან, ადამიანებს ეხმარებიან სიღრმისეული წყლებიდან ამოვიდნენ და ჰაერი ჩაისუნთქონ. აი ეს არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა აგვერიოს. კი, რა თქმა უნდა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ტყუპები საკმაოდ ჩქარები არიან, საკმაოდ ჰაეროვნები არიან, თითქოს რო გელაპარაკებიან, თვითონ არ გისმენენ, იმდენად ბევრს ლაპარაკობენ, იმდენად აქტიურად და ექსპრესიულად საუბრობენ, რომ თითქოს შენ აი წერტილმძიმეს ვერ ჩააკვეტებ, მაგრამ ტყუპების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქარიზმა და მისია არის, რომ გაგახსენონ, რომ უნდა ისუნთქო. ამიტომ ზუსტად ამ ღრმა წყლებიდან ამოსუნთქვა ეს ყველა ვამბობთ, რომ სულიერებაში და ფსიქოლოგიაში ეს სიღრმე, თუ მთლად აი იმ სიღრმეში დარჩი, შეიძლება გაიგუდო. ამიტომ ზოგჯერ საჭირო არის, რომ ამოყვინთო და ჰაერი ჩაისუნთქო რა. ეს არის და ეს. მე ამას ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ადამიანები, უმეტეს როდესაც ინტელექტუალურ ტყუპებზე ვსაუბრობთ,
იქ ხვდებით, რაც შეიძლება ზუსტად ზედაპირულობის საზღვარი გადიოდეს. მაგრამ მთავარი მისია მე სწორედ ასე მიმაჩნია, რომ ტყუპები არიან ადამიანები, ვინც თუნდაც რომ წარმოვიდგინოთ, აი ოთახში დახუთულობა, მძიმე აურა, მძიმე ჰაერი და ეს ტყუპები არიან პირველები, რომლებიც ამბობენ, მოდი ფანჯრები ხوار გავხსნათ. და ასე რომ ტყუპებს ესე პოპულისტურად ზედაპირულობას ნამდვილად ნუდავწამებთ. ვინაიდან სიტყვაზე უკვე ბევრჯერ ვახსენეთ დღეს, რომ ტყუპების მთავარი იარაღი არის და აქ არ შემიძლია არ გაგახსენოთ ფილმი Holiday, სადაც Kate Winslet-ი თამაშობს და Kate მოყვება თავის არასასიამოვნო პირად ურთიერთობას და იქ ეს კაცი ძალიან მარტივი ენით დაახლოებით 3-4 წინადადებაში აუხსნის, რომ შენ ხარ მთავარი როლის შემსრულებელი შენს ცხოვრებაში. და როდესაც ის ამხელ ადგილს იკავებს, ესე იგი მთავარ როლს იმას აძლევს და შენ მეორე ხარისხოვან როლში გადადიხარ. და ეს იმდენად შეგრძნებადი იყო Kate-ისათვის იმ კონკრეტულ მომენტში, რომ სწორედ ეს თქვა, რომ That was brilliant. Brutal, but brilliant. Thank you. ეს არის ტყუპების საკმაოდ ძლიერი ქარიზმა, რომ ესეთი მარტივი ენით არ გაართულონ, არ გაურთულონ ადამიანს და არ როგორ არ გინდა იხმარო ეს სიტყვა, არ დაგრუზონ. ვინაიდან ტყუპები ესეთი განსაკუთრებული ადამიანები ხართ ჩვენს ცხოვრებაში, ამავდროულად გავუსვათ ხაზი იმას, თუ რითი შეგვიძლია დავასაჩუქროთ ხოლმე ძვირფასი ტყუპები. ნებისმიერი ნივთი, რაც ტყუპს ინტერესს გაუღვივებს, ეს არის მისთვის უკვე ფაქტიურად ძალიან დიდი საჩუქარი. კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს როგორც ახალი წიგნი, ახალი თეატრის ბილეთი ან კინოს ბილეთი. მთავარი მომენტი არის აქ, რომ ამ საჩუქართან ერთად ტყუპს უნდა ჰქონდეს რაღაცა პატარა თავგადასავალი. ტყუპებს ხშირად მოსწონთ არა მძიმე და პომპეზური საჩუქრები, არამედ ის საჩუქრები, რაც მათ ახალ შთაბეჭდილებებს მოუტანთ. შეიძლება ითქვას, რომ ტყუპს შეგეძლიათ აჩუქოთ არა ახალი ნივთი, არამედ ახალი ამბავი. ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან მრავალფეროვნები და რამოდენიმე შეიძლება ითქვას, რომ სფეროთი ერთდროულად დაკავებულები. ჩვენ, როდესაც საუბრობთ ტყუპების ზოდიაქოზე, ვინც ესე განსაკუთრებულად მახსენდება, არის პოლ მაკარტნი მაგალითად, ჯანსულ კახიძე, ანჯელინა ჯოლი, პუშკინი, არტურ კონან დოილი და აკაკი წერეთელი. აკაკი წერეთელი კი ისეთი მკაფიო წარმომადგენელი არის ტყუპების ზოდიაქოსში, რომ მისი ენაკვიმატობის შესახებ მე ვფიქრობ ყველას გვასწავლიდნენ ჯერ კიდევ სკოლაში და შემდგომ უკვე როდესაც გავიზარდეთ და უფრო ფართოდ ჩავიხედეთ მის შემოქმედებაში, მისი ეს დახვეწილი იმერული ენაკვიმატობა, ენაწყლიანობა ნამდვილად დიდ შემოქმედებით აღფრთოვანებას იწვევს. და ბოლოს კიდე მინდა ერთი ფილმი გირჩიოთ, სავარაუდოდ კი გექნებათ ნანახი, მაგრამ თუ გადახედავთ კიდევ ერთხელ, ბევრ პარალელს გაავლებთ ტყუპებთან. ეს არის ფილმი დამიჭირე თუ შეგიძლია, Catch if you can. ლეონარდო დიკაპრიო გამოდის და იდეალური ფილმი არის ზუსტად დაინახო ის, როგორ შეუძლია ტყუპებს, რომ თავისი ინტელექტის ხარჯზე ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძრეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემგან ამ ფილმს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რეკომენდაცია და თქვენ ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტყუპებო ყურადღებისათვის. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საჭირო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ. წარმატებები!